საბჭოთა აღსრულების პრობაციისა და იურიდიულ დახმარებათა მინისტრის სოზარ სუბარი ყოფილ პოლიტპატიმარ ვახტანგ ჩახალიანთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. სუბარის განცხადებით ჩახალიანის გათავისუფლება პრემიერ-მინისტრს არ უკავშირდება. ვახტანგ ჩახალიანი ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ეკლესიაში, სასამართლოში და პოლიციის შენობაში შეჭრის, ასევე რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა სასამართლომ მას პატიმრობა იარაღის უკანონო ტარებისა და ხულიგნობის ბრალდებით მიუსაჯა. ვახტანგ ჩახალიანმა საპატიმრო 24 იანვარს ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში დატოვა. იტყუებიან სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, როდესაც აცხადებენ, რომ ის პირადად პრემიერმა შეიწყალა, პრემიერმა შეწყალების რა ბერკეტი აქვს, მე საერთოდ არ იცოდა ამის შესახებ. გამოვიდა ამნისტიით ჩვეულებრივად. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, როგორც მაშინდელმა სახალხო დამცველმა, რომ ვახტანგ ჩახალიანის მიმართ საპროცესო კანონმდებლობა მისი სასამართლოს პერიოდში, მის გამოძიების პერიოდში ნამდვილად ირღვეოდა. პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისგებლობას იმაზე, რაც გადაწყვეტილებას, რაც მთლიანად ერთპირობლად მან მიიღო და ეს არის ძალიან მძიმე პასუხისგებლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. მე არ განსაზღვრავ არც პატიმრების გათავისუფლებას და არც დაჭერას და არც პროკურატურას არ მიუთითებ და იქაც ეს კარგი მაგალითი იყო. მე დამისვე შეკითხვა იმ წუთში გადავა მისამართზე და მე პასუხი არ გამიცია, მე არა ვარ კომპეტენტური, მეთქი უპასუხებ.